ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობის ინიციატივით ტყიბულში ქუთაისის ქუჩაზე არსებულ უმწეოთა სასადილოში, სადაც 100-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული, სარემონტო, კოსმეტიკური და აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, განხორციელდა სამზარეულოსათვის განკუთვნილი თანამედროვე ტიპის ინვენტარისა და ტექნიკური მოწყობილობების შეძენა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნელი ქარელმა და სხვა წარმომადგენლებმა დათვალიერების მიზნით სასადილო მოინახულეს და ადგილზე მყოფ ბენეფიციარებსა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრნენ. პროექტის ფარგლებში აქ მოეწყო მეტალოპლასტმასის კარფანჯრები, ასევე სამზარეულოს თაროები, კარადა, მაგიდა, წყლის გამათბობელი, ჰაერის გამწოვი, წყლის სატუმბი და ონკანები. შეკეთდა სახურავის ნაწილი და სველი წერტილები, აღდგა მილგაყვანილობა, შეიღება ჭერი რამდენიმე ოთახში, საღებავით დაიფარა კედლები, შესრულებული სამუშაოები ინდ მეწარმემ კახაბერ დარახველიძემ აწარმოა, რომელიც ტენდერის მიხედვით 5700 ლარის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა გამოვლენილმა დამატებითმა სამუშაოებმა ხარჯების გაზრდა გამოიწვია და სრულმა თანხამ 6594 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 1300 ლარის ფარგლებში უმწეოთა სასადილო სამზარეულოსათვის შეძენილი იქნა ეგრეთ წოდებული სტელაჟი და 2 ახალი მაგიდა. ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი კმაყოფილებასა და მადლიერებას გამოხატავენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მიმართ, მათი მხრიდან გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისა და თანადგომისათვის. ყველაზე გამორჩეული სამსახური ჩვენს გამგეობას აქვს სოციალური სამსახურის უფროსი ქალბატონი ნელი, ბატონი როლანდი. გამორჩეული გულისხმერებით თავის საქმეს აკეთებენ. თვე არ გავა, რომ ჩვენ არ ვესტუმროთ უმწეოთა სასადილოს და არ ვნახოთ რა გამოკეთდა, რა პრობლემებია და დღეს კიდე ერთ-ერთი ჩვენი შემოვლა ითვალისწინებდა იმ ინფრასტრუქტურული ნაწილის რეაბილიტაციას სახურავი მაქვს ხედულობაში და სამზარეულო, რაც ჩვენ დავგეგმეთ საკუთარი შემოსავლებით და მე დღეს დავწმუნდი, რომ არსებობენ ნამუსიანი მეწარმეები დარახველიძის სახით, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში და დღეს შემოწმებული სამუშაოები ჩემს მიერ როგორც ინჟინრის და როგორც გამგებლის მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ბრწყინვალედ გემოვნებით პატიოსნად შესრულებული სამუშაოები, ისეთი თბილი განწყობაა, რომ აბსოლუტურად ყველა მომსახურე პერსონალი გამოირჩევა საქმის ერთგულებით და იმ ადამიანებისადმი განსაკუთრებით, ვინც უმწეოა და ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს უფრო დიდ ყურადღებას. ამას მე ყოველთვის მივესალმები და მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ამ ადამიანებზე ზრუნვა. კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ყველაფერს, სამზარეულოში მაგიდები შევცვალეთ, პერსონალიც კმაყოფილი ვართ, სისუფთავე არის მეტი, დანადგარები მეტი უკეთესი არის, ყველაფერი გამწოვი ახალი გავაკეთეთ, გამათბობელი ახალი დაგვიდგეს და თბილი წყლით ვსარგებლობთ, რომელსაც არ ვსარგებლობდით ამდენ ხანს და ყველა კმაყოფილი არის აქ, ვინც სადილობს, ვისაც მიაქვს. კმაყოფილი ვართ. რაც თავარია სუფთა არ. მე ვარ მესახტე კაცი, 30 წლის ნამუშევარი შახტაში. ვარ მარტო პენსიაზე და კმაყოფილი ვარ. სარეულების და საერთო-უფროსების. თითქმის რაც სასაძლო გაიხსნა, მის შემდეგ დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვართ. ეხლა პირობებში სუფთავია და ის არის მომსახურება კარგია ძალიან.